დღევანდელი სტუმრის ბლოკი თმის მოვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს თერმოდაცვას ეძღვნება. რა მნიშვნელობა აქვს თერმოდამცავების გამოყენებას, როგორ შევარჩიოთ პროდუქტი ჩვენი თმის ტიპის მიხედვით და რა განსხვავებაა სხვადასხვა ბრენდის თერმოდამცავებს შორის, ამ თემებზე ახლა დეტალურად ვისაუბრებ. ასევე გაგაცნობთ იმ მრავალფეროვან პროდუქტებს, რომლებიც ამ მიმართულებით ავერსის სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. ჩვენი სტუმარია მარიამ თორია, ავერსის წარმომადგენელი, რომელიც გაგვიზიარებს პროფესიონალურ რჩევებს და დაგვეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. გამარჯობა, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გიხარია, ჩვენი სტუმარი ხართ. და აი ამ თემას შევეხებით, როგორიცაა თერმოდამცავი, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ბოლო წლებში შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში და აღარ დაუტოვებივართ. მუდმივად გვესმის, რომ თერმოდამცავი აუცილებელია ხანზამთარში, ხანზაფხულში. ჯერ რა არის თერმოდამცავი? ამაზე ვისაუბროთ. როგორი შეიძლება არსებობდეს, ის არის თუ არა რაღაცა სხვადასხვანაირი და ვისთვისაა საჭირო? მიუყვეთ პრინციპში ამ შეკითხვებს, თავიდან დავიწყოთ იმით, თუ რა არის თერმოდამცავი და რისთვის არის აუცილებელი მისი გამოყენება. ბატონო, დღეს დაგეთანხმებით ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე გვექნება საუბარი, რომელიც პირველ რიგში ჩვენი თმის სილამაზეს და სიჯანსაღეს უკავშირდება. სანამ უშუალოდ კითხვაზე გადავალ, კი ბატონო, ვიტყვი რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვდებთ, ასე რომ ვთქვათ, ინვესტიციას თმის ძვირადღირებულ მოვლის საშუალებებში, ნიღბებში, შამპუნებში, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური, რომელიც ყველაფერ ამას ასრს უკარგავს. ეს არის თერმოდაცვა. თერმოდამცავი აი ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, არის უხილავი დამცავი ფარი ჩვენი თმისთვის. და ძალიან საინტერესოა როგორ მუშაობს ის. როდესაც თმაზე მაღალი ტემპერატურა მოქმედებს, ასე რომ ჩვენს თმაში ბუნებრივად არსებული ტენი მომენტალურად იწყებს აორთქლებას და იშლება თმის სტრუქტურა. პირველ რიგში იშლება თმის მთავარი საშენი მასალა, ეს არის კერატინის ცილა და შემდგომ ასევე ზიანდება თმის გარეთა დამცავი გარსი, ანუ კუტიკულა, რაც თავის მხრივ უკვე იწვევს თმის დაზიანებას, დეჰიდრატაციას და ასე შემდეგ. სწორედ ასე დროს შემოდის ასპარეზზე თერმოდამცავის საშუალება. თერმოდამცავ პროდუქტებში არსებული კომპონენტები თმას გარედან ეკვრის, შესაბამისად სითბოს თანაბრად ანაწილებს და ხელს უშლის მის შიგნით შეღწევას, ასე რომ ვთქვათ. სწორედ აქედან გამომდინარე, ის ტენი, რომელიც თმაში ბუნებრივად არსებობს, კი არ ორთქლდება, არამედ აორთქლებას იწყებს უშუალოდ თერმოდამცავი პროდუქტი. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენი თმის ნაცვლად იწვის თერმოდამცავი საშუალება. ანუ აი ამ თერმულ დარტყმას მთლიანად თავის თავზე იღებს და იცავს ჩვენს თმას დაზიანებს. როდესაც მაღალ ტემპერატურაზე ვსაუბრობ და ახლა იყო საუბარი, ეს ნიშნავს იმას, რომ საშრობით მიღებულ კი ბატონო, ნებისმიერი მაღალი ტემპერატურა ესეც ძალიან კარგი კითხვა. უმეტესობა თერმოდამცავების, რა თქმა უნდა, მთავარი ფუნქცია არის თერმული დაცვა, ანუ ნებისმიერი თერმული ხელსაწყოს განიცავს თმას, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ძალიან აქტუალური თემაა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ნებისმიერ თერმოდამცავს აქვს UV დამცავი მოქმედებაც, ანუ მზის ინტენსიური გამოსხივებისგანაც იცავს, შესაბამისად ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით სანამ სახლიდან გავალთ, აუცილებელია და რეკომენდებულია თერმოდამცავი სპრეის ან სხვა პროდუქტის გამოყენება, რათა თმის გამოფიტვა, დაზიანება თავიდან ავირითოთ. ეხლა ვიდრე მარიამ ვისაუბრობდა, ვიხსენებდი ჩემს ბავშვობას, რა შუქი იყო, ჩვეულებრივი უთოთი, როგორ ვიუთო. კი, ალბათ ყველას ერთხელ ყველას გაგვიკეთებია. არ ჩემი თაობის გამო მეხმაურეთ. თერმოდამცავი კი არა, უთოთი ვიცავდით კი არა, ვიუთოებდი და ახლა იმდენი ხელსაწყოა ადამიანს უკვე სახლში არ არის იცი. იმდენი ხელსაწყოა სახლში, რომ ერთი თერმოდამცავი რა გახდა, რომ კონდეს, ხო? როგორ შეიძლება მარიამ შევირჩიოთ ჩვენი თმისთვის შესაფერისი თერმოდამცავი, უნდა ვცადოთ სხვადასხვა თუ აი რამე არსებობს, რის მიხედვითაც მივაგნებ ჩემი თმის რომელი შეიძლება იყოს. პირველივე ჯერზე ასე ვთქვა. თავარი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ხარისხიანი თერმოდამცავის შერჩევის პროცესში, ეს გახლავთ ის დამატებითი სარგებელი, რასაც გვპირდება ესა თუ ის პროდუქტი თმასთან მიმართებაში. პირობითად ავერსი ფარმაში მოსულ მომხმარებელს აქვს იმის ფუფუნება, რომ თავისი თმის ტიპის მიხედვით შეარჩიოს ესა თუ ის პროდუქტი. დღეს თანამედროვე ბრენდები ქმნიან პროდუქტებს, რომლებსაც გარდა თერმოდაცვისა აქვს ძალიან ბევრი მულტიფუნქციური
მოქმედება თანამედროვე მომხმარებელი აღარ ეძებს პირობითად ერთი მოქმედებით გამორჩეულ საშუალებას, მას ჭირდება პროდუქტი, რომელშიც გაერთიანებულია თმის მოვლის რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. როგორც ხედავთ, დღეს ძალიან მარიამ, გამოწვევას დაგისახავთ. ორი სხვადასხვა თმის მქონე ადამიანის ხედვით. ერთი სალომესთვის შეგვარჩევინეთ და ერთი ჩემთვის. აი ეს გახდეს მოდელი, როგორ შეიძლება რა კითხვებით შეიძლება მივაგნოთ და აუცილებელი კითხვა, როგორ ვიწყებთ გამოყენებას? რუტინის რომელ ეტაპზე და ესეც რა ძალიან მოკლედ შევეხები უშუალოდ ასორტიმენტს და გამოყენების წესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ამაზეც გესაუბრებით. აი პირობითად თუ გაქვთ ხვეული და ტალღოვანი თმა. ეს არ არის პირობითი. რა თქმა უნდა, კი ბატონო, ასე დროს გჭირდებათ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ტიპის თმის შემთხვევაში აუცილებელია, თუმცა თუ თმის ტიპს გავითვალისწინებთ, ჩვენს ქსელში წარმოდგენილია და ჩვენ სტუდიაშიც გვაქვს წარმოდგენილი უმბერტო ჯანინის და მიელეს პროდუქტები, რომელიც უშუალოდ განკუთვნილია ხვეული, ტალღოვანი ტიპის თმისთვის, პროდუქტი, რომელიც იცავს თმას თერმული დაზიანებისგან, სიმხურვალისგან, გარდა ამისა, რაც სჭირდება ხვეულ თმას, ხვეულების ბუნებრივი გამოკვეთა, ფორმირება, რადგან ხვეული ტალღოვანი თმა ასევე მიდრეკილია გამოშრობისკენ, პროდუქტებს აქვს ძლიერი მკვებავი, დამატენიანებელი, მაბზინვარებელი მოქმედება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩამომისწორებს და ხო, არა, ეს არ ნიშნავს, რომ კი ბატონო, ნამდვილად, თან სპრეის ტექსტურა, როგორც წესი, ფორმაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სპრეია მსუბუქია, მარტივად შეიწოვება, მარტივად ნაწილდება, არ ამძიმებს. კი, ბატონო, აიჩეს ხვეულმა. კი. ამში თუ გვაქვს სწორი თმა პირობითად, კი ბატონო, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ბრენდის პირობითად ილსალონის და ელგონის ბრენდში გვაქვს წარმოდგენილი გამორჩეული თერმოდამცავები, მინდა ვთქვა, რადგან აერთიანებს თმის მოვლის რამოდენიმე ფუნქციას ერთ პროდუქტში. აი პირობითად ილსალონეს თერმოდამცავს აქვს 12 ერთში ფუნქცია. გარდა იმისა, რომ არის თერმოდამცავი, აქვს ანტისტატიკური, დამატენიანებელი, დამარბილებელი, ფერის დამცავი. თუ პირობითად შეღებილ თმაზე ვსაუბრობთ და ვიცით, რომ შეღებილი თმა მაინც სტრესია შეღება თმისთვის, შესაბამისად აქვს ეს ფერის დამცავი მოქმედება და პიგმენტის ჩამორეცხვას ეწინააღმდეგება. არის უნივერსალური ჭკვიანი სპრეი, რომელშიც გაერთიანებულია ძალიან ბევრი მოქმედება. ეს სალომესაც უჭირავს ეგ არის? ეს არის ეს, კი ბატონო, ასევე ელგონის თერმოდამცავში გვაქვს კამელეოს რაც შეეხება. არის ხვეული ხაზი? კი, აქვს ხვეული, ჩვენ ახლა ამ ეტაპზე წარმოდგენილი გვაქვს კერატინის შემცველობის თერმოდამცავი საშუალება და ზოგადად პროდუქტი, რომელშიც შედის კერატინი, უფრო ხშირად განკუთვნილია დაზიანებული მტვრევადი თმისთვის, მათ შორის შეღებილი თმისთვის. გარდა ამისა, აქვს, რა თქმა უნდა, თერმოდამცავი მოქმედებაც და ყველაფერი ის, რაც სჭირდება მშრალ, გამოფიტულ, შეღებილ თმას, ყველაფერი არის ამ პროდუქტში, ასე რომ ვთქვა, თავმოყრილი და გაერთიანებული. საერთო ჯამში, რო შევკრათ, ასე რომ ვთქვა, პირობითად ბიფასი არ დაგვეჩაგროს. ბიფაში, რა თქმა უნდა, ასევე ყველა ტიპის თმის შემთხვევაში შეგვიძლია შეთავაზება გავაკეთოთ. და გამოყენების წესი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რეალურად რა შედეგი გვექნება, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწორად გამოვიყენებთ. არსებობს რამოდენიმე ოქროს წესი პროდუქტების გამოყენებასთან მიმართებაში. პირველი და უმთავრესი, კარგად დაბანილ, გასუფთავებულ თმაზე ხდება, რა თქმა უნდა, პროდუქტის გამოყენება. უნდა იყოს პირსახოცით შემშრალებული, ნოტიო ან მშრალი თმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სველი, რადგან თუ პროდუქტი მოხდება სველ წყალგაჟღენთილ თმას, ის უბრალოდ ჩამოირეცხება, თერმოდამცავის კონცენტრაცია შემცირდება, შესაბამისად ეფექტს დაკარგავს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი თანაბარი გადანაწილებაა, რადგან სპრეის რაოდენობაც, რადგან სპრეიზე ვსაუბრობთ 20-30 სანტიმეტრის დაშორებით უნდა მივისხუროთ, აი პროდუქტის დატანის შემდგომ ასევე კარგი იქნება და რეკომენდებულია თუ ფართოკბილიანი სავარცხლით მოხდება ჩამოვარცხნა, რათა პროდუქტი თმის ღერზე თანაბრად გადანაწილდეს. ძირებიდან ბოლომდე. კი ბატონო, მესამე ძირებთან ახლოს. აი ამაზე ვისაუბრებ, ზონებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თმის მთელ სიგრძეზე უნდა დავიტანოთ განსაკუთრებული აქცენტი თმის ბოლოებზე, რადგან უფრო მიდრეკილია დაზიანებისკენ. ძირებზე და სკალპზე არ არის გამოყენება რეკომენდებული, რათა თავიდან ავირიდოთ მოცულობის დაკარგვა, ნაადრევი გაცხიმიანება და ასე შემდეგ.
და ბოლოს იმ ადამიანებისთვის პატარა რჩევა, ვინც ხშირად გამოიყენებს სტაილინგის საშუალებას, ხო, აი უთოს პირობითა და ნებისმიერ სხვა თერმულ მოწყობილობას, პროდუქტი უნდა დავიტანოთ უთოს ან სტაილერის გამოყენებამდე, გაშრობის პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უთო და სტაილერი არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ ნოტიო თმაზე, რადგან ეს არის უდიდესი დარტყმა და ზემოქმედება ჩვენი თმისთვის, ხო, აი პირობითად ან დასახვევი ან გასასწორებელი საშუალება, თმა უნდა იყოს 100%-ით მშრალი, თერმოდამცავი იქამდე უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, გამოყენებული. ასეთ შემთხვევაში თუ მე სტაილერი ან უთო გამოვიყენე ძალიან ნოტიო თმაზე, თუნდაც სულ თმაზე არ მაქვს საუბარი, ვერანაირი თერმოდამცავი საშუალება რეალურად ვერ იმოქმედებს და ეს იქნება თმისთვის ძალიან დიდი სტრესი. თუ აი ამ ძალიან მარტივ წესებს ჩვენს ყოველდღიურობაში წესად ვაქცევთ და რუტინაში ჩავსვამთ, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი თმა ნებისმიერი თერმული მოწყობილობის ან თუნდაც მზის ინტენსიური გამოსხივების ფონზე იქნება ლამაზი, ბზინვარე, დატენიანებული და რაც მთავარია დაცული. მადლობა მარიამ, ძალიან დიდი. ესე იგი, როგორც კანის დაცვა ვისწავლეთ დროსთან ერთად და როგორც იქნა მზისგან დამცავი ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, ასე უნდა თმასაც დაცვა. მოკლედ ვიცავთ, რაც შეგვიძლია ვიცავთ. მადლობა თქვენ. მადლობა.